გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2026 წლის 13 ივნისი. და მინდა გაგახაროთ იმით, რომ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე წასვლა უფლის საფლავთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 7 წელი აქ ვცხოვრობ. ეს არის ყველაზე დიდებული ტაძარი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს თავისი სულიერებით. ეს კი პეტრესა და პავლეს ტაძარია. შესრულებით წარმოუდგენლად ძვირფასი. ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. იქ წარსულის სურათებია წარმოდგენილი. არის ისეთი პატარა შემოღობილი სივრცეები, თითქოს პატარა ოთახები, სადაც წმინდანების ცხოვრების სხვადასხვა სცენაა განთავსებული. ზოგან იესოსთან ერთად, ზოგან მის გარეშე. სიმართლე გითხრათ, ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ ძალიან ლამაზია. დიახ, მაგრამ უფლის საფლავის ტაძარს თავისი სულიერებით, რომელსაც მთელი გულითა და სულით ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ადამიანი არ ვარ, უბრალოდ ბადალი არ ყავს. თუ მოვახერხებ, თქვენც ჩემთან ერთად იგრძნობთ ამ სულიერ მღელვარებას. და ღმერთმა გარკვეულწილად შემოქმედებითობაც მომცა. მე ბიზნესმენებს ვასწავლი. რა თვისებები გაქვთ თქვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და წარმოაჩინოთ, რათა დიდი ბიზნესი შექმნათ. ერთ-ერთი ასეთი თვისება ჩემში არის სასიამოვნო და ლამაზი მეტყველების ჟღერადობა. გარეგნობაც ნდობას იწვევს, თუმცა მე არავისგან ნდობას არ ვითხოვ და არც არაფერ მსგავს. უბრალოდ მინდა გაგახაროთ იმით, რომ ხვალ სასწაულს იხილავთ. ახლა ამის გაკეთება ყოველ კვირა დღეს მინდა, რადგან ბევრი რამ არის საჩვენებელი და მოსაყოლი. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი, არ ვიცი კიდევ რომელი მაღალი თანამდებობის პირები ან მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, გარდა რომის პაპისა. მახსოვს მგონი შავკანიან პრეზიდენტთან, ობამასთან, დიახ, ის კიდეც დებდა წერილობით თხოვნას კედელში. იმ კედელში, რომლის წინაც ყველა ებრაელი ლოცულობს და არა მხოლოდ ებრაელები. არსებობს ასეთი რწმენა, რომ იქ დატოვებული სურვილები და ოცნებები სრულდება. ახლა როგორ გავაკეთო ეს რეალურად საერთოდ არ ვიცი. ეს აზრი უცებ მომივიდა თავში და მინდა გაგიზიაროთ. თქვენ კი მირჩიეთ, როგორ შეიძლება ამის სწორად ორგანიზება. თუმცა წარსულში ცუდი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ. თითქმის 20,000 ადამიანი მყავდა დაქვემდებარებაში. და ყველაფერი გამომდიოდა. მე ასე წარმომიდგენია. საერთოდ ჩემი ცხოვრების ამოცანაა თქვენი სული სხვისი პრობლემების მიმართ გავხსნა. ამიტომაც თქვენს პრობლემას, რომლის ჩადებაც გსურთ წერილის სახით გოდების კედელში, მოგვიანებით ამ წერილებს გარკვეული დროის შემდეგ აგროვებენ, არქივში ინახავენ, არწვავენ და სადღაც ათავსებენ, ხოლო სად ეს მხოლოდ ყველაზე ცნობილმა ბრძენებმა იციან. ხვალ კი ზუსტად გეტყვით, როგორ ხდება ეს ყველაფერი. აი ასეთი ამბებია. ეს არის გოდების კედელი. და ობამამაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამბობდა თითქოს ის მუსლიმანი იყო, იქ თავისი წერილიც დატოვა. აი ასეა. ამას ამერიკის ყველა პრეზიდენტი აკეთებს, მაგრამ ზოგი ამას საჯაროდ აკეთებს, ზოგი კი სხვაგვარად. იმიტომ რომ ეს ტრადიციაა.
რომელსაც ადამიანების სულებში წარმოუდგენელი ძალა აქვს და მათ ამის ჯერათ. მეც მჯერა. თუმცა თავად ჯერ არც წერილი არ ჩამიდია. ხვალ დავტოვებ. გაჩვენებთ ადგილს, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს. წინასწარ გეტყვით, რომ ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან მართლმადიდებლებისთვის ის ერთ ადგილზეა, პროტესტანტებისთვის მეორეზე, ხოლო კათოლიკეებისთვის მესამეზე. მაგრამ არის კიდევ მეოთხე. ეკლესიაც, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ასე ჰქვია მას. ხვალ გავარკვევთ. მოკლედ, წარმატებები მისურვეთ. ხოლო იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს, მოძებნეთ საიტზე და ჩვენ გაგიზიარებთ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის კოორდინატებს საქართველოში. პარალელურად ნახავთ, რას აკეთებს ციბერეში მილიარდერი. და ასევე უკავშირი მინდა. ვიცოდეთ თქვენი აზრი იმაზე, როგორ მოვაწყო ფონდი. ალბათ, ყოფილი SSRK-ის ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილი ფონდი. სწორედ სულიერების თვალსაზრისით. დიახ, სულიერების თვალსაზრისით. აი ასეთი ამბებია. წერეთ. აი როგორ წარმოვიდგენ ამას. თქვენ დაწერთ პრობლემას, ძალიან მოკლედ. მინდა რომ ჩემი საყვარელი დეიდა გალინა გამოჯამრთელდეს კიბოსგან. ან რაიმე დაავადებისგან. და თუ ასეთი წერილი ბევრი იქნება, მაშინ დიახ. გაგზავნით იმის სამართზე, რომელიც მითითებული იქნება თქვენთვის. მე და ჩემი დიასახლისი აქ ვართ. ჯერჯერობით მე ისრაელში სხვა რაიმე აპარატს აღარ ვფლობ და მალე აქედან წავალ. ჩვენ დავჭრით პატარა ნაწილებად. და მე თუ დიდი ასოებით იქნება დაბეჭდილი, შევეცდები ზოგიერთი გვარიც თუ გსურთ დაწერეთ. გთხოვთ, რათა დავრწმუნდე. დაასახელეთ ჩემი გვარი, როდესაც ჩემს წერილს გოდების კედელში ჩადებთ. იმედი მაქვს, რომ ხასიდები ვერ შეამჩნევენ. ალბათ. თუმცა არა მგონია, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ. არავინ არის წინააღმდეგი. ეს არის დემოკრატიული. თითქმის დემოკრატიული ქვეყანა. და აქ ასეთი იძულებითი ქმედებები აკრძალულია. ასე რომ, თუ ილოცებთ, მგონი გამოგვივა. რატომ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ შეძლებთ სასწაულის ნახვას? იმიტომ რომ შევიძინე ძალიან ძვირადღირებული ამერიკული სათვალეები, რომელთა დახმარებითაც შეუმჩნევლად გადავიღებ მთელ პროცესს. იქ აკრძალულია გადაღება, კამერებისა და სხვა მოწყობილობების გარეშე და თქვენ ნახავთ, თუ როგორ ვიზამ ამას. თუ რა თქმა უნდა, მილიონი ასეთი წერილი იქნება, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ. ბევრი ხომ ასე ფიქრობს. საბჭოთა ადამიანები ვართ. ყველა ეჭვიანი ვართ. მაგრამ მე არასდროს მქონია საქმე არც კგბ-სთან და არც შსს-სთან. და წერილებში ვერ ვხედავ ვერანაირ ისეთ არგუმენტს, რომ ეს გადავცე რაიმე სპეციალიზებულ კრიმინალურ სტრუქტურებს. მე ვგულისხმობ ყველაფერს, რაც სამართალდამცავ საქმიანობას ეხება. გულწრფელად რომ ვთქვა, ცუდი აზრის ვარ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა. ხოლო პოლიტიკით დაკავება არ მინდა, რადგან ვერ მოვასწრებ მთავარ საქმეს, თქვენი სულის გახსნას კეთილი საქმეებისთვის. გისურვებთ კარგ დღეს. აუცილებლად დაურეკეთ მშობლებს საღამოს, ისინი თქვენს ზარს ელოდებიან. ხოლო დილით, როგორი მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს ცხოვრების ახალი დღისთვის
დღეს ის თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. აბა, დროებით.